პირველი გადაცემა რომ გადავიღეთ, იქ ალექსანდრემ აღნიშნა, რომ პირველი 5 კომენტარის ავტორი აუცილებლად გამოყვებოდა თბილისის საინტერესო ტურზე. და აი ჩვენი გამარჯვებულები, შოთა და თიკა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს კარგი დღე იქნება, მზეც გვათბობს. იმედია ძალიანაც არ გადაგვათბობს. ოიც არ იწვიმოთ თავარი ათორი გაგვათბობს. არა, შეწვიმოთ ხდება თბილისი. მოგეთ მადლობა თქვენ. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს თბილისის კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ. მოგეთ, პირველ რიგში მადლობა. მეორე რომ ძალიან გვინდა თბილისი ბევრად კარგად წარმოვაჩინოთ და დღესაც გვექნება მხოლოდ მცირე ნაწილი, როცა გეგმობთ ხოლმე აღმოჩნდა კიდევ ძალიან ბევრი რამე რჩება. დღეს მცირედით შევეხებით სოლოგ ზოგად ისტორიას, რამოდენიმე საინტერესო ამბავს და შემდეგ შევხვდებით ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ დაკავებული არიან ისეთი პროფესიით, რაც ფაქტურად მომაკვდა პროფესიებს რო ეძახიან. აქეთ ჩვენ გვაქვს ეკატერინე ტერაკოპოვას სახლი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ბურჟუა ქალი გახლდათ მაშინდელ თბილისში და საპირისპიროდ უკვე კონკურენტი როცა აშენებდა სახლს, აი სწორედ დახარჯა უამრავი თანხა. აი ესე. დახარჯა უამრავი თანხა მხოლოდ იმისთვის, რომ გაემწარებინა, ასე ვთქვათ, მეზობელი. და აი ესეთ ნახეთ, როგორ ენა გამოყოფილი, აი კარგად ჩანს. ნახეთ, თითქოს აბრაზებს და ენა გამოყოფილი და აი აქეთან ეს უყურებს. მოკლედ, ეს როგორ შეთქვი, მართლა ასტრონომიულ თანხად ჟებოდა და წარმოიდგინეთ, თქვათ, სახლის აშენების, თქვათ, 5-10% და მაშინდელი გაგებდეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ანუ წარმოიდგინეთ, საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო მასალა, დაგეგმვა, მოპირკეთება, მოხატვა სადარბაზოსი. ეს ეკვივალენტი იყო, ზუსტად შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ დიდი სასახლის აშენების ეკვივალენტი სადღაც იყო. უფრო მეტიც ალბათ, იმიტომ რომ იყოს ანუ აშენება ჯდებოდა, მე მგონი მე-13, მე-4, ვიდრე აი ეს თუ რა თქვენ ახსენეთ, გარე ფასადის მოპირკეთება და იგივე შიდა სადარბაზო. სამწუხაროდ სადარბაზო აღარ შემორჩა, ესეც მოხატული იყო, როგორც ვიცით. სადარბაზოები, რომლებიც შემორჩა თბილისში, დაახლოებით 2 ათეულამდე მაქსიმუმ. სამწუხაროდ შემორჩა მხოლოდ იმის გამო, ორი მიზეზია. ან შემთხვევით დაიზარათ და გამორჩათ, ვისაც უნდა შეეღება. ერთი ან მეორე, როგორც თუნდაც ჭავჭავინჯის შემთხვევაში, თვითონ მასპინძელმა დაიცვა ან მე თვითონ მე ჩემ აი ასე დავდგებიო და მეც გადავღებეთ. კიდევ ვიცი ხშირად გვენდა მსოლვაქს რაც აქ გამორჩეული. ერთი რომ ეს იყო პირველი ჭეშმარიტად ევროპული უბანი თბილისში. რადგან მისი აშენება ძირითადად იწყა მე-19 საუკუნიდან და სტილი რომ და ეს აღმოსავლური კი ბატონო შეიძლება მრავალი იყო იგივე მავრიტანული თქვა იგივე ბაროკო იგივე არტ-ნოვო და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ყველაფერი შემოვიდა ევროპული გავლენით მაშინდელი. რადგან მანამდე აიბნებიც კი არ გქონდა. რადგან თბილისი იყო, ეს იყო ციხესიმაგრე, იმდენჯერ დანგრეული და აღდგენილი, ხოლმე თქვა ფენიქსი უნდა ერქვას კალას გადავარქონდვარი მსახე. იმდენჯერ დანგრეული და აღდგენილი, რომ იქ აიბნის და ფუფუნების ადგილი საერთოდ არ იყო. აქ საუბარია ტელინგაფერზე, რომელიც რამდენიმე სადარბაზო მინიმუმ მოხატული ექნებოდა, სამწუხაროდ როგორც შემორჩენილი მხოლოდ 2, მაგრამ ესეც სავარაუდოდ იმის გამო, რომ გადაღების თბილისში სავარაუდოდ დაახლოებით მუხეში დათვლით, შესაძლოა დაახლოებით 200-ზე მეტი მოხატული სადარბაზო ჰქონდა. 200-ზე მეტი, ეს ძალიან დიდია. სახლების პროცენტულობაში ძალიან დიდია და თბილისი იქცა მაშინ ქალაქად და სოლოვაკი უფრო სწორად თბილისი ეს უბანი აი რაღაცნაირად აი გალერეა და ალტ გალერეა და ბავშვებს ამაზე ძალიან ბევრი მოგზაური აღნიშნა თბილისში მოგზაურობა ეს არ არის მხოლოდ ჩამოხვიდით თბილისში და თქვა ნახო და კარგი ღვინო მიირთვა და გემრიელად ჭამ და ბევრი დიდი ისტორია ნახო არა ეს არის სწორედ ის ხელოვნება რომელიც ხდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე
ვიცით, მე-3-მე-7 საუკუნეში სასანიანთა დინასტიის მმართველობის დროს ირანიდან აქ ძალიან აქტიურად ხდებოდა ზოროასტრიზმის ჩანერგვა საქართველოში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოროასტრიზმი იყო მთავარი კონკურენტი ქრისტიანობის საქართველოში ამ ეპოქაში. როგორც უკვე ირამ თქვა, ზოროასტრიზმი მე-3-4 საუკუნეში იყიდებს საქართველოში, მაგრამ ვერ დამკვიდრდა. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ვერ დამკვიდრებისა იყო რაღაც წესჩვეულებები, რომელიც მიუღებელი იყო მათ შორის დაკრძალვის, მათ შორის ურთიერთობის, მათ შორის ნათესაური კავშირების და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი ქართული ტრადიციებისგან. მაგრამ ზოროასტრიზმი არსებობდა თბილისში ძალიან დიდხანს. მეორე ტალღა უკვე იყო მე-8 საუკუნეში, როდესაც ირანი მთლიანად მუსულმანდება, ანუ ისლამი იყიდებს ირანში ფეხს და ძალიან ბევრი ირანელმა სხვათა შორის მაშინ მიგრაცია წამოვიდნენ კავკასიაში, ბიზანტიაში, ევროპაშიც კი. და აი ეს წამოიღეს თავისი ტრადიციები და სხვათა შორის ამ ტაძრის კონკრეტულად აშენება უკავშირდება სწორედ იმ სახით, რა სახითაც მეტაკრება ჩვენ დღეს ვიცნობთ, უკავშირდება სწორედ ამ დროს მე-7, მე-8, მე-9 საუკუნეში შემოსულ ირანელ ანუ სპარს მოგვებს და სხვათა შორის ძალიან ისეთ საინტერესო იყო რომ თავის დროზე სამ ქრისტიანობა მოიკიდებდა ფეხს საქართველოში და ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ ქრისტიანობა საქართველოში გასაგებია რომ მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო მთელი ეს ამბები მნიშვნელოვანია მაგრამ ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონდა ასრულ მამათა მოღვაწეობას რადგან სწორედ მან გაამყარა აი ზუსტად მაგ დროს არ არის ვიხევთ ვითარცა ლერწამი, ანუ არ იყო მყარი ქრისტიანობა საქართველოში, შესაბამისად მოწყვლადი იყო, რადგან რელიგია რომ გახდეს ტრადიცია, რამოდენიმე თაობა უნდა გავიდეს. და სწორედ აი ამ პერიოდში, როდესაც ქრისტიანობა უკვე მყარდება და თბილისში მნიშვნელოვანი თბილისი მიუხედავად იმისა, რომ არაბები შემოდიან მაინც, აქ მაინც უფრო თქვათ რომ ლიბერალური მმართველობა არ არის ისეთი მკაცრი წესები, რომელიც თქვათ აქვთ თვითონ სახალიფოში, ამიტომ ძალიან ბევრი წამოვიდა თბილისში და მათ შორის ეს ტაძარი მაშინდელი პერიოდის მე-7-მე-8 საუკუნის აშენებულია. ცეცხლის ტაძარი. შემდეგ უკვე ოსმალობის პერიოდში და შემდეგ სპარსელების პერიოდში საუბარება მე-17-მე-18 საუკუნეში გადაკეთებული იყო მეჩეთად და პრინციპში ესეთად იფუნქციონირებდა თითქმის 100 წელზე მეტი. და ეს სწორედ აი ეს მაკეტი, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, არის სწორედ იმ მაგან გადაარჩინა. ახლა სხვათა შორის რელიგია თუ ტაძარი იცვლის კონფესიას, შენობა რჩება. აი მაგალითად ქართული ტაძრებით მაგიტო. აი და ხახული მაგიტო გადარჩა. განსხვავებით სხვა ბევრი ტაძრისა, რომელიც გვაქვს ტაუკლარჯეთში, ხო? იმიტომ რომ იქ არის მეჩეთად გადაკეთებული. გასაგებია რომ ეს თავისთავად სწორი არასწორი მე ამას ავსაუბრებ, მაგრამ ფაქტია რომ შენობა და არქიტექტურა შემონახულია. იგივე პარხალი თუნდაც. იგივე მაგალითი გვაქვს აქ დღესაც. და კიდევ ერთი და თბილისი უნიკალური ქალაქია, სადაც შუა საუკუნეებში 7 რელიგია თან არსებობდა გვერდიგვერდ. არავინ ერთმანეთს ხელს არ უშლიდა პირიქით. ქართველები მონაწილეობდნენ ყურბან-ბაირამში, ებრაულ პასექში, სხვა დღესასწაულებში სომხურ, რომელიც მართლმადიდებლად არ ემთხვეოდა და პირიქით. და ხშირად საქართველოს სამეფო კარზე, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, ქართლის ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა ეპისკოპოსი, ან მას ეძახდნენ სპარსელთა ეპისკოპოსს, ეგეც კი იჯდა. ამიტომ ძალიან მიმღებელი თბილისი იყო ერთგვარი სიმბოლო, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს შენ ვისი გორისა ხარ, რომელ ღმერთზე ლოცულობ, შენ ხარ თბილისელი და მორჩა. და შენ შეგაქვს შენი წვლილი ამ ქალაქის განვითარებაში და ეს შესანიშნავი ნაგებობაც ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი. თბილისის ისტორიის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სიონის საკათედრო ტაძრის გვერდზე, სემინარიის წინ ყველა მიცით ეს ადგილი ვეძახით ქარვასლას, კი ბატონო, გასაგებია ეს იყო ქარვასლა, მაგრამ დღეს არის იქ თბილისის ისტორიის მუზეუმი, მაგრამ არა მხოლოდ ისტორიის მუზეუმი, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილი თბილისში, უნიკალური მუზეუმი, რომელიც არის ერთი მშვენიერი ადამიანის კერძო კოლექცია. და აქ არის ასევე მუზეუმი, რომელიცაც არა მხოლოდ დაათვალიერებთ, არამედ ყველანივით აიღებთ, შეეხებით, ჩაიცვამთ, დაიხურავთ და ასე შემდეგ. ანუ გაიცვლით, ანუ ესე კონტაქტური მუზეუმი.
და რა თქმა უნდა, აქვე თბილისის ისტორიის მუზეუმში დაბლა არის სწორედ ის დიდებული ღვინის ისტორია, რომელიცაც ასე ვამოყობთ 8000 წელს რო ვახსენებთ, აი აქ შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ სამწუხაროდ ყველა გვერდსულის თუ მართლა ექსკურსია არ წამოიყვანეს ბავშვების რა. აი ზუსტად ახლა ვარ ნამდვილ ძველ თბილისში, რომელიც მარტო მიწის ქვეშ არის დამარხული. გაგაცნობთ ჩემს მეგობარს, ძალიან მაგარ ადამიანს, დავით. ო, რა ხალხი. რა შუბი? შვენივრად, თავად, ხომ კარგად. ჯანმრთელობა როგორ? ადამიანი ჩოხა გიდი, ჩოხა სული, პიროვნება, გული ჩოხა, ყველაფერი ჩოხას რო დაგუგლავთ, დათო მოხდება ხოლმე. და აქვს ფანტასტიკური მუზეუმი და ორი სიტყვით რო გვითხრა იდეა და ხო. ყველაფერი გაგვიწყო დაგვათვალიერებინო ჩვენ და ჩვენ. ჯერ ჩოხა რატო? იმიტომ რომ პატივცემული მიცნობდა მე და დათოს მეძახოდა, მაგრამ ძირითადად გიდები ვერ მცნობდნენ და შორიდან შემარქვეს ჩოხა, იმიტომ რომ ყოველ დღე დავდიოდი ეროვნულ სამოსში და მოკლედ შემრჩა ეს ფსევდონიმი. ეხლა მუზეუმის იდეა. იტალიაში ვნახე კონტაქტური მუზეუმი, სადაც შეიძლებოდა ბრძოლების დადგმა, მაგრამ იმათ ჰქონდათ გამოფენაც. ბრძოლების დადგმა ძალიან რთული აღმოჩნდა საქართველოში ფესტივალების ჩატარება, იმიტომ რომ რეკონსტრუქტორები თითქმის არ აქვს, ძალიან ცოტა. არსებობს ხრიდოლი და შავფაროსნები, მაგრამ რეკონსტრუქცია არის მოწინააღმდეგესთან შერკინების რომელიმე ისტორიულ ბრძოლის. ეს ცოტა არ გამომივიდა და 2019 წლის სექტემბერში ვიპოვე სარდაფი, რომელიც გავწმინე და იქ გამოვფინე ქართული იარაღი. აქ არის წარმოდგენილი სოფლის მეურნეობა და ძირითადად ჩემი მუზეუმი არის შექმნილი ქართველებისთვის და სკოლებისთვის. ანუ აქ მოდიან სკოლები, დგებიან ორ რიგად როგორც ჯარი და იწყება ინტერაქტიული თამაში ტურისტებისთვისაც. ესე ოღონდ ტურისტებისთვის 10-ჯერ უფრო შემცირებულ დროში ხდება და ნელ-ნელა მე გადავდივართ ფორტიფიკაციაზე, კოშკებზე, რატო არაკეთებენ მაგალითად სვანეთში და ჩრდილო კავკასიაში, ასევე ჩრდილო აღმოსავლეთში ჩვენთან, რატომ არაკეთებენ გრძელ კედლებს კოშკებს შორის და როგორი განსხვავებაა მაგალითად კახურ, ქართლულ და სხვადასხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის და აქეთ არის იარაღი. და რითი განსხვავდებით ჩვენ სხვა ერებისგან? რა მნიშვნელობა აქვს იარაღს კავკასიურ ქართულ კულტურაში და როგორ იცვლებოდა ის პერიოდულად, ანუ სკოლები როდესაც მოდიან ან ტურისტები, ხო? ანუ გვაქვს ყველაზე ძველი იარაღი და გვაქვს ის იარაღი, რომელიც უკვე მე-19 საუკუნის შუახანებამდე იყო გამოყენებაში. ანუ გვაქვს ჩვენ ოფსიდიანები, პირველყოფილი ადამიანის იარაღები გვაქვს, ეს საჩუქრებია სხვათა შორის არქეოლოგებისგან. ჩვენ ასევე გვაქვს ბრინჯაოს ნივთები, გვაქვს მონეტები და კითხვებს უსვამ, როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინათ ეს ნივთები იმ პერიოდში. როდესაც მე დავიწყე შეგროვება ძველი იარაღის, ამ იარაღის შეგროვება აღმოჩნდა შეუძლებელი. ნუ ფაქტიურად არა გვაქვს. ასლები გვაქვს აბჯრების და ხმლების, მაგრამ ძველი იარაღის შეგროვება აღმოჩნდა შეუძლებელი. უფრო ადვილი აღმოჩნდა თოფის ლულების შეძენა და მერე უკვე კონდახების აწყობა. და აქ აღმოჩნდა ძალიან ბევრი განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ჯავახიშვილი იძახის, რომ ცეცხლსასროლი პერიოდის დროს ჩვენ არანაირი ცვლილება არ შევიტანეთ, ძალიან სერიოზული განსხვავება გვაქვს ჩვენ სამხედრო სტრატეგიაში, შეიარაღებაში და გადაადგილებაში საერთოდ. აი მაგალითად რა? ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ზარბაზნები დაგვაქვს ხარკამეჩით და ეს არის კამეჩის ნალები და ვერ ცნობენ ძირითადად ხარკამეჩის ნალები გაყოფილია. იმიტომ რომ გზები სადაც არ არის, ნუ ვერ. მეორე ძირითადი განსხვავება ეს არის კალიბრი, ძალიან პატარა კალიბრი არის თოფის ტყვიაში. ანუ ევროპაში და რუსეთში არის ძალიან დიდი კალიბრი და ესეთი თოფები შორს ვერ ისვრის. და შემდეგ შემოდის უკვე ცეცხლსასროლი და ცეცხლსასროლი ცვლის ეროვნულ სამოსს. ანუ როგორ ცვლის? ეროვნულ სამოსზე ჩნდება საქილეები, ქაღალდის ტყვიები და უკბილოები ჯარში არ მიყვავდათ, უნდა მოგვეხია ხელით და უნდა გაგვესროლა, ანუ უნდა დაგვეტენა, უნდა ჩაგვეყარა თოფის ლულაში, მერე დაგვედო პატარა ტყვია, მოხეული ქაღალდი და ხის ზუმბით დიდხანს გაგვეტენა. ანუ ამ თოფის მინუსი არის ის, რომ დიდხანს იტენება, მაგრამ ძალიან შორს ისვრის. უკბილოები ჯარში არ მიდიოდნენ, ეგ ძალიან დიდი
მნიშვნელოვანი განსხვავებაა, ასევე განსხვავება არის, რომ ყველაფერზე გვაქვს ამჩატება. ანუ კონდახი არა გვაქვს, თითის დამცავი არა გვაქვს. სამაგრი ქამრის ყოველთვის შიგნითაა ერთი რგოლის რკინის ჩამოკიდებაც არ ხდება და ეს თოფები მე-18 საუკუნეში, რომელიც ძალიან კარგად აითვისეს ქართველმა ოსტატებმა, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი ქართველები ნადირობენ 50-იან წლებში ასეთი თოფებით. ანუ მამაჩემი მაგალითად 51-ია დაბადებული და ასეთი თოფით ნადირობდა 50-იანებში. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი განსხვავება და კიდე რა განსხვავება გვაქვს აზიასა და ევროპაში. თუ ევროპაში განსხვავება არის ის, რომ ძალიან გარდიანი ხმლები გვაქვს, ხო? და აზიაში იყო აი ასეთი თითების დამცავი ვადაჯვრები, საბოლოოდ კავკასიაში ხრება, ანუ გაჩვენებთ, მოდით განსხვავებას, ნახეთ. ეს ვადაჯვრები გვახასიათებდა ჩვენ მე-18 საუკუნეში. მერე ისინი ნელ-ნელა ხრება და შემოდის უვადო ხმლები, რომელსაც ვადაჯვარი არა აქვს და შიგნით არის ქარქაში დამალული. ამოღება ხდება არა როგორც ხმლის ან საბლის, არამედ როგორც შაშკის, ანუ უყუღმა დამაგრება აქვს და მჭრელი პირი არის იღლიისკენ. ამოდის თითით და არა ხელით, იმიტომ რომ კარი შიგნით არის დამალული. და ძალიან ჩქარა ამოდის, ანუ კატანაზე სწრაფად ამოდის, იმიტომ რომ კატანას აქვს ცუბა და ორხელიანია და ცხენზე ვერ იხმართ, იმიტომ რომ კატანა არის მაინც გძელი ხმალი და ცხენი უნდა მართოთ. ამიტომ ეს აიღეს შეიარაღებაში რუსებმა, კაზაკებმა და თურქებმაც კი, ანუ ჯარში პირველ მსოფლიო. უყურეთ, ამოღება ხდება, როდესაც თოფი გაისროლეთ, გადადის ზურგს უკან. მნიშვნელობა არის ის, რომ ზურგს უკან გადადის იმის გამო, რომ დიდხანს უნდა დატენოს. ანუ სამჯერ მეტად მტერი მოვადგოთ. და ამოდით ეგრევე ამოდის. გვაქვს წყაროს წყალი მე-15 საუკუნის წყარო, რომელიც გასაპარიც იყო. აი ეს არის მაგალითად კევრი. ეს შტურმისა შეიძლება როგორც ფარი გამოიყენო და ბევრი ისეთი ნივთი, რომელსაც ორმაგი დანიშნულება. გვაქვს ნავდები, გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუდები, გვაქვს რაჭული, სვანური, ათასნაირი, კახური, თუშური, ყველანაირი ქუდები და ასევე გვაქვს ქალების და მამაკაცების სამოსები, რომელიც შეიძლება ჩაიცვათ და გადაიღოთ სურათები. ყაბალახი არის ქუდი, არის ჩანთა, არის შარფი, შეიძლება ქვები ისროლოთ და მტერი გაკოჭოთ. მოკლედ, სხვირიაცია. მულტიფუნქციური ნივთია, მოკლედ. ნახე როგორ გისწრებს. მოქარგული ყაბალახები, ბატონო. აი ასე. აი ასე, შუბლი და ყური კეთდება, ერთი პატარა ყური კეთდება აი აქ. აი ასე. ძალიან ადვილად ეხება ყაბალახები. პატიოსან ხალხს ესენი აი ასე დაქონდა. ნუ ის ბანდიტი და რაღაც მერე კეთდება. დათო, მადლობა. კარგი მასპინძლობისთვის. ჩვენ ვნახეთ იარაღები, ძალიან ბევრი სხვა საინტერესო რამ და ახლა ჩვენ წავალთ იმ ადამიანთან, ვინც ამ ყველაფერს უკეთებს რესტავრაციას. კი ბატონო, კი ბატონო. რომ აბა, გაგვიმარჯოს. გაუმარჯოს. შენ თამარი იქნები. კი ბატონო. სხვირიაცია. არა, თმებს აწიწკნის და საყურებს აგლიჯავს. საყურებს აგლიჯავს ეგ. ხო. მოკლედ შენ იქნები თამარი. მე ვარ თამარი. შენ თამარი ხარ. თამარა შენი ვარ. თამარა შენი იყავი კი ბატონო, არაა პრობლემა. აჰა, შენ მარჯვენა ხელში ძალაუფლება თუ შეიძლება. ეს არის სხვადასხვა ეპოქების იარაღი. მე სწორად მიჭირავს ეს? კი, ძალაუფლება არ დაუშვა. ახლა ჩვენ რო გვიყურებთ, ფაქტურად დროში მოგზაურობთ. მე ვარ თამარი. მე ვარ მე-11 საუკუნის ბიზანტიელი მეომარი. ეს მე-16, მე-17 საუკუნის ბექთარი და მეომარი ქართველი. ეს კიდე მე-18, მე-19 საუკუნე. მოკლედ. დიდი მადლობა. იმოგზაურეთ საქართველოში. ხო, წავედით. კი. ასე გავიდოთ ქუჩაში. კაი, ეყო ფამდეს, რასაკეთებ? აუ, ძალიან მოწონს და ვერ ველევი ამას. წასასვლელი. წამოვიდე. რატომ წავხდები? ჯეირანი ვითამაშოთ. რაზე? ვინც მოიგებს, ასე წამოვა. საზნე ვდივართ? აბადოთა უბანში? ხო, მივდივართ რესტავრატორთან. და თუ მე მოვიგე რა ასე წამოვა, თუ ჩავიქცე რაც გეცვა. შენ მოიგებ რაც გეცვა, იმით წამოხვალ. ანუ ქუჩაში დადის და იქ დადის მაგით, ხო? კი. მოგებული. კი. კაი, ბა.
დუნ. ჯეირანი. ეგრევე მომიგე. წავედი. კარგად, ჩემი ჩანთა წამოიღეთ. ეს რა თოლია დაუყენია? სწორედ აქ ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ერთმანეთს ხვდება თანამედროვეობა და წარსული. მოგეთ, ჩვენ მოვედით რაზეც ვისაუბრა დათომ ძალიან მაგარი უნიკალური ადამიანი, ბატონი თამაზ ჯალაღონია, რომელიც მე მგონი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელოსანია, არა, ერთ-ერთი უკანასკნელი ცოდნია, ვინც ოსტატი, ერთ-ერთი უკანასკნელი ოსტატია, ვინც აკეთებს იარაღების, ძველი იარაღების აღდგენას და ახლა ჩვენ მას ვეწვევით სახლში და ვნახავთ თუ როგორ ხდება ეს პროცესი. ფაქტობრივად მეორე სიცოცხლეს აძლევს თითოეულ ნივთს. 11 წლის ვიყავით დაახლოებით, რომ ჩვენ 5 ძმანი ვართ. ვიყავით უпростоრად და მე დავჭი მარტო. ცოცხალი მე ვარ და ესე იგი საშუალო ძმა ავთანდილი ერქვა და წამიყვანა საბურთალოს ბაზარზე. და შევედით იქ აქეთ და ვხედავ დამბაჩა, გატეხილი დამბაჩა, ლულა გვერდზე, ის კონდახი ყველაფერი და მე მაინტერესებოდა, იმიტომ რომ ჩვენ პატარები ამ უბნის ბავშვები აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, რა ვიცი, ვინ არ გინდა, ყველა ჯურის ხალხი ცხოვრობდა აქ ამ უბანში. ხო და აქ ნარიყალის ციხესიმაგრეზე ომობანოს თამაშობდით. გამხმარი ხეებისგან ბოტანიკურ ბაღში გამხმარი ხეები ეყარა იქით აქეთ და იქიდან დამბაჩას ვაკეთებდით. თახ და მითო მოკვდეს რა, თახ და ბავშვები ვიყავით 11 და 12 წელს. ხო და აქედან შემიყვარდა ეს საქმე, თოფსაც ვაკეთებდით ხისგან, გამხმარი ტოტისგან და ასე. ხო და როდესაც იქ შევედით ბაზარში არა და გავიარეთ, რაღაცა უნდა ჩემს ძმას, მე არაფერი ისე წამიყვანა როგორც პატარა. ხო და ხედავ რომ იქ დამბაჩაა ძველებური და კონდახი მოტეხილი აქვს. ხო და ესე დავაკვირდი რამე და ცოტა მეტი გავჩერდი ალბათ და რა გინდა ისა ჩემს ძმამ მითხრა, რატო არ მოდიხარ? და აი უყურებო ამ მამას მე ვუთხარ რა ლამაზია, რა კარგია და კაი წავა მაგის ფული სადამაკო. ხო და წავედ იარა და როდესაც თავისი ვერაფერი ვერ იყიდა, არ იყო ალბათ, რასაც ეძებდა, არ ვიცი. რომ გამოვიარეთ მე კიდე ესე შევხედე და ალბათ შევეცოდე მე და იმას კითხა რა ღირს ესაო. თუ რაღაცა ფასი არ მახსოვს მე. ხო და მე შეევაჭრა, ამდენად მომეციო რა პატარა ბავშვი რა მივიცე რა მე, იმასაც ალბათ ფული არ აქონდა რაღაცა და იმ ფასად მიყიდა ესა. მიყიდა მოვიტანე სახლში ის გატეხილი გავასწორე, ზოგი ლუსმები, ზოგი რაღაცეებით, ესე იგი რაც ვიცოდი. ხო და ნახე რომ არაუშავს. ხო და იქიდან დავიწყე მე ეს ხელოსნობა ამისი, აი ესე მე შემიყვარდა და წავიდა ესე ჩემი საქმე და ცხოვრება. მოსვენება არ მაქვს, არც დღე, არც ღამე, გინდა დაიჭერთ, გინდა არა. ხო და ცოტას ვლანებ, მაგრამ ის სიამაყე და ის ქართული საქმე ამან ყველაფერი გადაფარა და ჩუმათავარ აღარ ვიძახე, აღარ ვჩივ არაფერს ესეა რა. მართლა ძალიან სასიკადოა და კარგი საქმეა, იმიტომ რომ მივიწყებული გვაქვს და ყველაფრის აღდგენა და ახალი სიცოცხლის შებერვა ჩვენთვის და ჩვენთვისთანა პატარა ერისთვის, რომელსაც ისტორია აქვს, დიდი მნიშვნელობა. ჩემი კიდე რა არის, იცით, როდესაც საქმეს უყვარვარ მე, საქმის სიყვარული რას ნიშნავს? დამტრეულ, დანგრეულს გადასაგდებს რომ მოიტანენ და იმას მე ისე გააკეთებ, რომ თითქოს არ გატეხილა, არაფერი არ ესაჭიროებოდა და შენ თვითონ გიკვირს როგორ გამოგივიდა ესა და სხვაებიც რომ გაკებენ. ამან კიდე გამაჩერა და აი ესე ვარ და მუშაობ. ამ სიყვარულში. ურთიერთ სიყვარული. რასაც აკეთებ? 96-ში ვარ. მე ერთმანეთს გაცოცხლე. იცოცხლე გაიხარე. გაიხარე. კი, შევამჩნიეთ ეს საკმაოდ გატყობთ რომ გესმით დიდრულ აი ერთი ნახაზი არ აქვს, უბრალოდ ადგილი დატოვილი არ არის, როგორ არის ამოჭრილი ის ადგილი, რომ ნაკაწრიც არ აქვს, როგორ ჩასმულია, გეგონა დაბადებულიო. კარგად მიაქცია ყურადღება ყველა. ეს ძვალია. ეს ძვალია ხო? სპიროს ძვალია თანაც ხო? როგორ არის? მე თვითონ მიკვირს რა. როგორ ჩაისვა ესა კაცო, რომ არსად არ არის ცარილი ხის ადგილი არ არის დარჩენილი.
ხო შეიძლება პატარა ისე ღია მეტი იყოს ადგილი. არ არის ნახე რა. აი მაჩვენე სადმე. როგორ ხდება სარესტავრაციო იარაღი? თქვენ თვითონ ყიდულობთ, ვინმე გჩუქნით, რომ მოაქვთ ხოლმე ძირითადად მაინც რესტავრაციისთვის. არა, მე არასოდეს არ მიყიდია. ნუ ეხლა შეიძლება 1-2 შემთხვევა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ სადღაც რაღაცას ყიდნენ და ავიღე და ვიყიდე, მაგრამ უმთავრესად მე თვითონ მომზადებ ყველაფერს ნოლიდან. და თუ რესტავრაციაზე მოაქვთ, ის სხვა არის კიდე, ვაკეთებ იმას. რა დღეშია, რა დღეში არის, ჩემ მნიშვნელობა არ არის. რომ მიაქვთ მე, ეხლა ლამაზი არ გამოდის, ტრაბახობა გამოდის, მაგრამ უნდა თქვა. უნდა თქვათ, რა თქმა უნდა. აი მატარებელს რომ დაუდო ესა, გაჭიჭყილი რო იყოს უთლად. ხო. კატეხილი, დაჩნგული, ისა, ესა, რა ვიცი. მე აი ისევ ესე მიაქვთ როგორც არის. იმიტომ რომ ხელოვნებას დაუფლება უნდა, გამიგეთ? თუ დაუფლებული არ ახარ, არ უნდა მოკიდო ხერხი, სიცხვილე არ უნდა ჭამო. რა თქმა უნდა. ხო, აი ესე. მე თქვენს გარდა ფაქტობრივად რესტავრატორი და იარაღის ფაქტობრივად არ ვიცი თბილისში. თუ არიან ახალგაზრდები, ვინც გააგრძელებენ ამ თქვენ საქმეს? არიან, მაგრამ რა არის, იცით ესა ზოგიერთს გონია, აი მოწაფეები მყავდა, 12 მოწაფე მყავდა. ჩემი ცოლი მეუღლე ერთ ქვაბს სადილს აკეთებდა. ესე იგი, მე 500-ს ვაძლევდი ფულს, რომ წავიდეს, მოვიდეს სახლში. საჭმელს ვაჭმევდი აქა და ხელობას ვასწავლიდი. მაგრამ 12-დან ესე იგი, გამოდგა 2 ძლივს წლების განმავლობაში. ესეთი რაღაცაა ესა, ისიც რა. შენ შეიძლება ძალიან გინდოდეს, მაგრამ ამასაც უნდა უნდოდე. თუ ურთიერთსიყვარული არ არის, გამიგეთ? შენ ღამე არ უნდა გეძინოს ამ საქმეზე. თუ გიყვარს ამის გაკეთება, არ უნდა გეძინოს, იმიტომ რომ ეს გიტაცებს, გამიგეთ? გიტაცებს და გეუბნება მოიცა კიდე დახარჯი ჩემზე დრო, კიდე დახარჯი ჩემზე დრო და ესე დრო რო გადის, კავშირი თუ ხანჯას აკეთებ მასთან და შენ ადამიანი ხარ და კავშირი რო გაქვს იმასთან და ეს იცით რა არის? დიდი ხნის განმავლობაში რო აკეთებ, მე გიყვარდება ესა, იცით? როგორ შვილი. და აუცილებელია გემისა, რო კარგავ შენ დროს, იმას არასოდეს არ მithქვე რა, უი ამისი ესე, ამისი ისე, აღარ მინდა დავიღალე, არ მithქვე არასოდეს. მაგრამ რო ვიღლები ეგ არის რა, მაგრამ ვიღლები ზოგჯერ და იმიტომ რომ გიტაცებს ესა საერთოდ. რო იცით რა, ურთიერთსიყვარული თუ არ არის ამ ჩვენ საქმეში ფოლადსა და ადამიანს შორის, ესე თუ შეიძლება ესე ითქვას, ხელოვნებას და ადამიანს შორის, მაშინ არაფერი არ გამოგივა. ის უნდა გიყვარდეს, ღამე არ უნდა გეძინოს ზოგჯერ. ზოგჯერ რო რაღაცა დამჩება, 3 საათზე გავიღვიძებ, ვახ, ის დამჩება და რა გავაკეთოს, წაბსულად გამიხსნია სახელოსნო და მიმუშავია კიდე იქა და მე 2 საათი რო იქողობი, 3 საათი მე მოსვლა დამეძინია კიდე. ასეთი რაღაცა აუხსნელი რამეა რა. მე როგორ მეხსნი მაგას, მე გამიგებთ ალბათ. ხო და ურთიერთსიყვარული არსებობს. შენ თუ გიყვარს, იმასაც უყვარ ხარ. აი ესეთი რაღაცაა და ეს არის საშვილიშვილო საქმე. მე ამას რო ვაკეთებ, აი მიყვარს თავისთავად, მაგრამ მე მაგონდება ჩემი მეფეები, ჩემი სარდლები, საქართველოს მებრძოლები ომში როგორ ომობდნენ, რას აკეთებდნენ, რას არა და ნეტა მაშინ ყოფილიყავი, ფიქრობ რომ გამოადგებოდი. ხო და მაშინ ის სხვებიც გამოადგენ, მაგრამ სამარაცო ხსოვნა ყოფილიყოს მათი. ჩვენ ქართველები ვარ და ომის ხალხი ვარ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ თავს გვესხმოდნენ, კარგი ცხოვრება ქონდა ჩვენ შედარებით ვიდრე სხვებს. სხვა ქვეყნებში ისეთი სიცხე იყო, არც წვანილი მოდიოდა, არც კარტოფილი მოდიოდა, არაფერი და ჩვენთან ყველაფერი იყო. მაგრამ იმიტომაც არ გვიშვებდნენ და ყოველთვის ომებში ვიყავით. მარაგი ქონდა ჩვენ და ძლიერი ხალხი ვიყავით, ომში გამარჯვებული ვიყავით ხშირად. თბილისში გვყავს ესეთი ფანტასტიკური ადამიანი, რომელიც აკეთებს ძალზედ იშვიათ საქმეს და ოსტატი ამ ყველაფრის და როგორც თქვა, ორმხრივი სიყვარული ამისთვის საჭიროა. ის სამხრივად არ გამოვა. არც ოსტატი შედგება და არც პროდუქტი. საქმის ენთუზიასტი უნდა იყოს ყველაფერში. კარგით. თუ გიყვარს, ყველაფერს მიაღწევ. რა თქმა უნდა. ასე რომ ეხლა მოიცა არ წახვალთ ეხლა თითო ჭიქა ღვინო დაგერანოთ. გამა აბა გაგვიმარს, კარგად ვიყოთ, მედმიერა ჯანმრთელად ვიყოთ და ღმერთი ჩვენკენ იყოს. გვიყვარდეს საქართველოს და საქართველოსაც უყვარდეთ ჩვენ. გაგიმარს. წარმატებები, ბარაკა ქონდეს. გაგიმარს, მადლობა რომ მოხვედით, გაგიმარს. ჩამო დროზე.
მოგ დავამთავრეთ თბილისის კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი. ძალიან ბევრი რაღაც დაგვრჩა გადასაღები, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, ამისთვის რა არის საჭირო? დიდო მეფე. უნდა გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი არხი. ამას გიბრძანებთ მე. ლაიქები დავუსვით. დიდად გმადლობთ. დიდებული დღე იყო, ალექსანდრე. ნამდვილად. შოთა სად არის შოთა? აი შოთა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მესამე სტროფსია უკვე ეგ ისული ხო?